ნაწილიც იმყოფებიან ტრიბუნებს და იმედი ვიქონიოთ რომ დროის გასვლასთან ერთად მაყურებელთა რაოდენობა იატარეს ვახო ბედოშვილი რუსთავ მომცველება ნახეთ საბოლოო ჯამში პაპუნგოა რუსთავმაც უპასუხოს მეტოქეს სახიბათო მომენტით ოსეის დარტყმა გარის მიმართულებით სახიბათო იყო მაგრამ ჩიკოვანის გამორბენი დაარტყა მაგრამ ბედოშვილი ჩინჯოლავა ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა გარის მიმართულებით და გავიდა გოლი პაპუნა ბერუაშვილის უხეში შეცდომა და საბოლოო ჯამში იბერია ხსნის ანგარიშს შეცდა გამოსვლაზე ახალგაზრდა მეკარე და ამით იქვე იყო ჩასაფრებული თუ არ ვწდები ძაგალია იყო ეს მოთამაშე და მასპინძელი გუნდი დაწინაურდა ჩინჯოლავას ჩაწოდება ზაგანია საერთოდ უმეთვალყურეოდ იყო დარჩენილი მაგრამ აქ თავარი შეცდომა დაუშვა პაპუნა ბერუაშვილი ახალი წესების თანახმად გოლის აღნიშვნა იზღუდება აღნიშვნის დრო იზღუდება ასე რომ დიდი ხნით სიხარული ახალ შეიძლება ჩიკოვანი ოსეი შეინარჩუნა ათიანმა ბურთი შეიძლება დარტყმა გარის მიმართულებით პრინც ოსეის ულამაზესი გოლი შედევრი განელის შესრულებით ხუთმა ნახ საიდან დაიწყო ყველაფერი 1-2 მოწინააღმდეგე თანდაც რამდენჯერმე მოატყუა მან ბართიშვილი და ქარდავა და შემდგომ საჯარიმოს ხაზიდან დაურტყა ისეთი მეგრელიშვილს რომ არ ვიცი თითქოს შანსი არ ქონიაო მაგრამ ხო არა ნუ ეს დარტყმა პრაქტიკულად აუღებელი იყო პრინც ოსეის ულამაზესი გოლი რომელიც აუცილებლად მოხდება ეკნება პრეტენზია რომ გახდეს ტურის საუკეთესო გოლი. ესეც ასე რუსთავმა გაათანაბრა მუხტი. დაარტყა შორი მანძილი და ვახობედოშვილმა მაგრამ არც. ულშიც შევედით და შტურმს ევსგავსება აქ. კარგი ჩაწოდება დარტყმა გარის მიმართულებით. სასწაულებრივად გადა. კარში დარტყმა ვიხილეთ და რა გოლი გავიდა საქართველოს ჩემპიონატში რა გოლი გავიდა საქართველოს ჩემპიონატში ვაჟაფასაც საკუთარი ნახევრიდან არ ვიცი აქ რა ქონდა შაფიქრებული მაგრამ რაც არ უნდა ქონოდა ფაქტია რომ ბურთი აღმოჩნდა იბერიას კარის ბადეში ვაჟაფაცაციამ რუსთავს დღეს მოუპოვა 3 ქულა შემოტრიალებული შეხვედრა და პირველ ადგილზე მყოფი რუსთავი თორდიგე მეგრელიშვილი დღევანდელი შეხვედრის ანტიგმირი ხდება. კიდევ ერთხელ ბევრჯერ უნდა ვნახოთ ეს გოლი. რა თქმა უნდა ეს გოლი არ დარჩა იბერიას, მაგრამ რუსთავი მიდის შეტევაზე. ქუთათელაძე. საჯარიმოშია ქუთათელაძე და არტყა გარის მიმართულებით მეგრელიშვილმა აჯობა. მაგრამ არა. ნახე უკვე საწყი გაჩაიშვება და ეს დასასრულია. ეს დასასრულია რუსთავის შემოტრიალებული თამაში. და რუსთავი უკვე პირველ ადგილზეა